საინტერესოა, ჩალით არის გადახურული, ასე ლურჯად შეღებილი შესასვლელი კარი და შიგნით ძალიან მაინტერესებს რა ხდება. ესე კი ეს არის მეთევზის ქოხი? ანუ პირველი ასაშნამი აქვს ყურუღებარი გრძელი და ვიწრო გესმის რომ კონტროლი კარი იყოს ყოველთვის და გრილოდეს რა. ბუხარი, სხვადასხვა სექტორებია საძინებელი და ასე შემდეგ და ათვალიერებელი. მაღლა ბადე, სათევზაოდ. აი ეს ლერწმით გადახურული სახურავი. ურა ძალიან საყვარელია. თოფები დიდი, იხვები, ნუ ფიტულები. მოკლედ ძალიან საინტერესოა, ხო, ეს პატარა სკამი, თემო ვერ ჩაიტევი. ესე იგი აქ არის ესეთ ბამბუკებით ტიხარი გაკეთებული, სადაც არის აი ესეთი საძინებელი მოწყობილი. ესე იგი ტიპიური მეთევზის ქოხია, უბრალოდ ილუსტრაციას აკეთებს, როგორ გამოიყურება ალბათ მეთევზის ქოხი. ესპანეთში რა თქმა უნდა, ხა ყველგან არ მგონია, მაგრამ ნუ მაინც. ესე იგი, ვინც უკვე იცის ესპანური სახლები ჩვენგან თუ ისედაც არ ნამყოფი ან გაუგია რამე, ესპანური სახლებისთვის ტიპიური დამახასიათებელი არის გრძელი კორიდორული სისტემა. ანუ ეს ახლა აქ რო დგავარ გარეთ ისე ცხელა და იდეალურ გამჭოლ ხავს ქმნისა, შიგნით აი რუსულად სკვაზნიაკი, ხო? აი გემრიელად გახარ და ყველგან გრილა სახში. ზარდახშა, პატარა ფანჯარა. ხელის დასაბანი ნახე? აბა, ხელის დასაბანი. აქ არის ხელის დასაბანი. ვაიმე, ეს მართლა ვერ აღვიქვი დოქი დასადგმელი, აქ ტილო გადაფარებული და ხელის დასაბანი. პირსახოცი ალბათ იქ წესით. კი. აი სავარაუდოდ გაფრთხილებული შეიძლება ყოფილიყო და ქვემოთ შექმნილი ჰქონდა წყლისთვის. ესე იგი, აუცილებლად განსაკუთრებით კათოლიკე